ვიჯებო, ეხლა მთელი საქართველო უყურებს თუ როგორ მიმდინარეობს ოპერაცია სოფელ ბედიის სასაღებად, სადაც გამაგრებული არის ჩვენი მოწინააღმდეგე. ამიტომ მინდა რომ გაეცნოთ ჩვენს ტელემაყურებელს, გაეცნოთ მთელ საქართველოს. თქვენი სახელი და გვარი. გია არაბული. საიდან მზანდები? თბილისიდან. ლაშა ეცებუა. თბილისიდან. ირაკლი ბელთაძე, თბილისი. ვიჯებო, დაოჯახებული ხართ? კი. არა. არა. მოყოლებული თუ ხართ? არა. კი. აი ახლა. უყარ გაგიდევაც. აი ახლა რაზე ფიქრობთ? აი ამ წუთში. ამ წუთში სამშობლოს მშვიდობიანობაზე რა. ისეთი რო ვთქვათ, მშვიდობა და კარგად ყოფნა ყველასი. ჩვენ მეც ესევე. პირველ რიგში ამ ოპერაციის წარმატებით დასრულებას. პირველ რიგში. მერე მთლიანად საქართველოს თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე. ამ სიტუაციაში ცოტა უცნაური კითხვა, მაგრამ პოეზია თუ გიყვართ? პოეზია. უპირველეს ყოვლისა. აი რომელი ქართველი პოეტის ლექსს გაიხსენებდით? პოეტების ვაჟა ფშაველაი. არწივი ნახე დაჭრილი ყვაყურნებს ეუბნება და ეცადა ბეჭავს ადგილმან, მაგრამ ვეღარად გებოდა რა. საერთოდ ღმერთო რუსთველის სული ჩაუდგი მიჯნურს ღვთის ტარდას სათბოსთვის წირველს თბილისში ოქროს ძეგლი დაუდგით პირველ კოსნას და სიყვარულს პირველს ლუხკოსნით ქალწულს გაღვივებული გულცეცხლი ესა გაღიმებული გულცეცხლი გქონდეთ გაღვივებული მგონი შეყვარებული ეს უფრო შეყვარებული ხო ვიდრე თქვენ არა შეყვარებული ომის დროსაც სიყვარულზე ფიქრობს შეყვარებულიც ვარ ცოლის ამყავს და ბავშვი დავყავს პატარა აბა სამშობლოს არ ვის წავართმევთ ჩვენს ნურვინ შეგვეცილებათ თორემ ისე დღეს დავაყრით კარსაც კი გაეცინევა ბიჭებო ბოლო დღეებში მე ვიცი რომ ბოლო დღეებში თქვენ მნიშვნელოვანი საომარი ოპერაციები განახორციელეთ აი მსხვერპლი თუ არის რა თქმა უნდა არის მსხვერპლიც არის იქითაც და აქეთაც არა იქეთ გასაგებია და უნდა იყოს აი აქეთ თუ იყო აი ბოლო დღეებში თუ იყო მსხვერპლი თქვენი მეგობრებიდან ბოლო დღეებში არა მაბადეთ საბედნიეროდ არ არის ხო ყოფილა მართლაც გვაშოროს აი მე გისურვებთ რომ ეს ოპერაციაც ასეთივე წარმატებით დაგვეგვირგვინებინოს ამ ოპერაციასაც დახლავე ჩავატარებ ყველაფერს თავი ექნება და ყველაფერს კიდევ გადავიღებ ზემო ჩვენს თქვენს გვერდით ვართ და ალბათ გამარჯვების მომენტსაც აღვნიშნავთ ფირზე თქვენთან ერთად უკლებლივ თქვენთან ერთად არისთვის არა მოდი რა ამას გადავღირო მოდი საი მოდი საი უნდა გადმოხდეს და გაგას აი გადმოხდი და რემბო ხო რემბო ქვია ხო აბა რა ქვია ალეკო აი ყველაზე მეტად რა გახსოვს ქუჩის ცხოვრებიდან ანა რა მოხდა ქუჩამ ქუჩაში ვისწავლე კაცობა ადამიანობა ძმების სიყვარული ახლობლების სამშობლოს მიმართ ქუჩის ცხოვრება მომიყვანა მე აქ. ბაჩო! აი რამდენი ხანია უკვე აფხაზეთში იბრძვით? რაც გოგა ხაინდრავა მინისტრად დანიშნეს. ჩვენ ვართ ძივიატკიდან. რაც რუსთაველის ომი დაიწყო ძივიატკა მაშინ ჩამოყალიბდა. თავმჯდომარე ის არის, უფროსი ამ ყველაფრის გოგა ხაინდრავა, ყოფილი აფხაზეთის მინისტრი. რაც გოგა დაინიშნა აქ ვართ რა. აი როგორ ფიქრობთ? გავიმარჯვებთ ჩვენ დღევანდელ ბრძოლაში, აი დღეს მიმდინარე ბრძოლაში. ერთად თუ ვიქნებით გავიმარჯვებთ რა, ძალა ერთობაშია და ძმობაში. ალბათ თუ ღმერთმა დაგვიფარა და ჩვენც ვიმარჯვეთ, ალბათ სოფელ ბედიის ცენტრალურ ადგილზე, სადაც ეკლესია აღმართული ყოფილი ქალთა მონასტერი, ალბათ იქ უნდა მივულოცოთ ჩვენ ერთმანეთს გამარჯვება და ვისურვებდი რომ რამდენიმე წუთში თუ არა საათში მაინც დამდგარი იყოს ეს მომენტი. მადლობთ. მადლობთ. არა ჯერ ვერ გავა სნაიპერი მუშაობს თან ისე რომ ჩვენ როგორ ავართ ჩვენები არიან ზემოთ მოდი დრო სნაიპერი მუშაობს ო აგერ აი აქ მუშაობს ხალხი აი აქ ჩემთან ჩამოდი აი მესენი ბიჭოს მესტები გამოსვით არის ერო რა ლექსებიო ო ლექსი ბაჭო აბერტი შენს გითხარ ლექსი ბაჭო მე პატარა ლექსი ო როგორი აი კაცო როგორ უნდა გაარჩინო ბიჭო რა განდები
რაღაცა ვქნა, თან დაღამდა თო. რომელი 6 საათლია 20 წუთი. აი, ელო. არა, ცალკე ახლა ისიც არის რომ იქიდან ხომ მუშაობენ და პროსტი დაღავს მებო. დაახარ. დაი,